გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. მოკლედ ესეთი მსგავსი ვითარებები ხშირად შევამჩნიე ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეგობრობიდან მეშლება ხალხი. და იგივე მეგობრები მერე ისევ ემატებიან ჩემს გვერდზე და ვფიქრობდი, რომ რაღაცა არ იყო მწყობრში და აი ახლა დღეს მომწერეს, რომ მართლაც ხშირად იშლება მეგობრობა და მაგიტომ მოგწერე მესენჯერში, იქნებ აღარ წაიშალოს, რომ წერს ერთ-ერთი ქალბატონი რა. და იცით რა მაინტერესებს მეგობრებო? აი ის ხალხი, ვინც წაიშალა ჩემგან, მე არავის არ შლეხა მაგისი თავი და დრო არ მაქვს, რომ ვიღაცები დავდგე და ვშალო 5,000-9,000 მეგობარში. ვიღაცა ან რაღაც სისტემა არის ჩართული, რომელიც მონოტონურად შლის მეგობრებს. ასევე ჩემი მეგობრები ვერ უყურებენ ჩემს ლაივებს, ვერ უყურებენ ჩემს ლაივ ვიდეოებს, ვერც ლაივ ჩართვაში და ვერც შემდეგ ვიდეოს ვერ ხედავენ, როდესაც ლაივი ატვირთულია Facebook-ზე. უბრალოდ მე ვერ ხვდები ვინ როგორ გამიზნულად რაში აინტერესებს ახლა ჩემი ესეთი უაზრო გამოსვლები, ხო? აი ნახეთ, მე იმდენად უნიშნულოვ და უაზრო ვარ, რომ ვინ დასაქმდა ამით და ვინ გადაიხადა ფული იმაში, რომ ჩემი ვიდეოები დაბლოკოს, ჩემი მეგობრები შალოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ფოლოვერები შალოს, საბოლოო ჯამში, ხო? საბოლოო ჯამში მე ხო ძალიან უმნიშვნელო რაღაცებს ვამბობ და გიჟი ვარ რა, ესე თავისუფალი გიჟი ვარ რა და მიუხედავად იმისა, რომ საბუთი არ მაქვს, ვარ გიჟი, ესე რომ ვთქვათ. და მაინც როგორ საინტერესოა, რომ სუსი 001-ის საზოგადოება SOS-ის საზოგადოება, იცის საზოგადოება, ელოჰიმის საზოგადოება, მაინც დაინტერესებულია ჩემი გამოსვლებით და მეგობრებით, რომ ყურადღებას აქცევს რამდენი მეგობარი და რამდენი გიჟი დავგროვდით სახელმწიფოში რა. მაგას ყურადღებას აქცევენ როგორც ჩანს. ხო და მეგობრებო, რა ვიცი, აბა გიჟები თავისუფლები ვართ, რომ იცოდეთ. ისეთი თავისუფლები ვართ, რომ მაინც ვერ ვართ თავისუფლები, როგორც ჩანს. ხო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი თანხები იხარჯება იმაში, რომ მომისმინონ, თვალყური მადევნონ, სადრას უკაცრავად და ჭამ თუ ჯვალის დაინახონ და გააკონტროლონ, ხო? რა ვიცი, აი საინტერესოა რა, თუ ესე აინტერესებთ გიჟები. აბა მაშინ სხვა ხალხი როგორ დღეში იქნება წარმომიდგენია რა. გარდა მაგისა, ახლა დღეს აი იმ აკლდამის გახსნის შემდეგ რა კოდებიც და ინიციალებიც ამოვიკითხეთ, მთელი საქართველო ჩაჯერილია ხალხი, აი წარმოიდგინეთ, ეს უკვე მანქანის ნომრებზე ეტყობა ხალხს. წარმოგიდგენიათ, აი როგორ შეიძლება ვინმეს ნორმალურად ისუნთქოს, მთელი საქართველო უკვე იმათ ხელშია, ვინც არ ვიცი, ვინ რომელიან უნაკია დაინტერესებული. აი რომელიან უნაკი საქმე არ გააჩნიათ ეთყობა რა და რაღაცა ის მნიშვნელოვან პირებს, მნიშვნელოვან გიჟ პირებს აკონტროლებენ. საყვერლებო, დედიკო გენაცვალოთ, რა ხდება თქვენთან? ეხლა არ გააბრაზოთ დედიკო, თორე გიჟობაც არ კმარა, იქ სხვა რაღაცები ჩაირთვება უკვე, სხვა კოდები, გესმით?
გიჟობას რამდენი ხანია გავცდით ჩვენ. დიახ. ასე რომ თუ ვინმე წაიშალეთ ჩემი მეგობრებიდან, არ გეგონათ რომ ჩემი წაშლილი ხართ, აშკარად ვიღაცა გშლით. აი ისინი, ვისაც არ აინტერესებს რომ დიდი საზოგადოება არ დავაგროვო. თორე ამდენი ხალხი თუ გაგიჟდა, მე ნახე შენ. ჩემზავით თუ გაგიჟდა. მე ნახე შენ თავისუფლება, მე ნახე შენ საქართველოს დაამოუკიდებლობა. მე ნახეთ თქვენ 5 მილიონის გარეშეც რო იზეიმებს მთელი საქართველო. ჩვენ გარეწრები ხო ნინო? აი ჩვენ გარეწრიდან, გარეწრები. უყურე ჩვენ რას ვკადრულობ, ჩვენ გიჟები და გარეწრები. შიდა წრეში შევიჭერით, ხო, შიდა წრეებთან. თქვენ შიდა წრებო თქვენ. რა საინტერესოა. თქვენ ჩურში მჯდარნო თქვენ, ჯამოვიდე მანდ. აგერ ნარიმანს უთქვავს რომ ორშაბათს ჩავიყვან ჯოჯოხეთშიო, ერთი რომელი ორშაბათია მაინტერესებს. ჯამოვიდე მანდ, დიდი კი არ უნდა დაგიქნიოთ, უყოლო ცოცხი მომაქვს თან. ხო, ოღონდ ისეთი ცოცხია, ერთი თუ მოგიშვი, მეორე ვეღარ გაჩნდები იქ მტვრის ბუდებ. რა კარგად ხალისობ ხალხო. და ამ ხალხს არ მოცლია. მე რომ მომცლია გასაგებია და მაგათაც მოცლია. თან ფულს უხდიან, რა გინდა დაგასაქმეთ ხალხი ხო ხედავთ. როგორ დააგასაქმეთ, რამდენი ზიხართ ალბათ უყურებთ ჩემს პირად სივრცეებს, ხო. როდისად რა გავაკუეიჯიც კარგად იცით, ეთყობა საათის ხომ არ გაქვთ ჩაწერილი, მაინტერესებს, იმიტომ რომ ექიმს უნდა მიუტანოთ შნობა. გამომიგზავნეთ რა ერთი საათები. ხო, ექიმმა მითხრა, ქალბატონო თამარო, ჩვენ გვიჭირდებაო თქვენი პროტოკოლიო, როცა აი ესე იგი დილით როდის დგებითო, როდის წვებითო, როდის აკუებთო, როდის ჭამთო, აი ეს ყველაფერი მჭირდებაო და ეხლა სანამ მე მაგის ჩაწერას დავიწყებ, ჩემო საყვარლებო, შვილიკოებო, გამომიგზავნეთ ეგ პროტოკოლები გთხოვთ რა, აი ისე ჩუმად რა, ანონიმი წერილით, ხო? მადლობას გადაგიხდით, მეც ვერ გადაგიხდით, ფული მე არ მაქვს. ღმერთო ჩემო, რასაც ვიყო ეს ცხოვრება. აბა რას მეტყოდით კიდე ვის მომაშორებდით, ვის ჩამომაშორებდით, ვის ჩამომაჭრით, თქვენ ვერავის ვერ ჩამომაჭრით, ვერა, მე ყველა ვარ ყველა, ვერც თქვენ თავებს ჩამომაჭრით იცოდეთ, თქვენ ჩუმჩუმელა ვირთხებო, სისტემაში მძრომიალე ვირთხებო, არც ბოტები ხართ და არც კლოტები თქვენ ხართ? რა გიწოდოთ, არ ვიცი, დასაქმებული ვირთხები, ხო? დასაქმებული ვირთხები. ვირები და თხები. ვირი ჯანიანი ცხოველია და თხა კიდე ჯიქები თხეზე მიდის რქები და რეშინია უშიშარი ვირები ხართ თქვენ დიახ. მოკლედ ასე რომ თუ არ გინდათ სრულიად სისტემა გაწყდეს, გამანებეთ თავი ახლა რა, თორე თქვენ ბოსებს დაერხევათ, აღარ ეყოლებათ მომუშავე ვირთხები, მათ ეყოლებათ ყოლოდ დავიანთი თავი, დაჯდნენ და მათ მისმინონ პირადად. თქვენ რატო გამუშავებენ, ერთი მაინტერესებს. სოდოები არ ხართ, თქვენ 24 საათი რო ზიხართ და მე მისმენთ? წარმოგიდგენია რა დღეშია თქვენი ნერვები?
არა ლაივებს თვითონ არ უსმენთ, მაგრამ აი აქ მანქანაში რა ჩავიმონტაჟეთ იქ სასმენი და როგორ იცით ვირთხუკელას ავიდეს ღამით შემოიპარნენ და დაავიწყდათ იქაც არა პროფესიონალები დაავიწყდათ ეთყობა ძალიან ჩქარავდნენ გესმის და დაავიწყდათ აი აქ აი ამის კარგად შესმა დაავიწყდათ და მე აი აქ ეს ვინტის მოჭერა დაავიწყდათ გესმის ეთყობა ძალიან ისწრაფეს და ან შუაღამეზე გამომიღვიძა და ისე დაფაცორდნენ რომ რა ვიცი რა ჩამონტაჟეთ რა გინდათ აგერ ამაკ ტელეფონი აგერ მომისმინეთ თუ გინდათ ლაპარაკობ ყველაფერს კარგად ჩამოყალიბებულად და თანაც გიჟივით ჩამოყალიბებულად ხო ნინო წერს ალისაში კურდღელი რომ დარბის დღე არ დადგება საათი რომ დარბის მერე ნახე შენ ვიჩანირო ეცოდი თვალი ანუ ალისაში რო არის კურდღელი რომ დარბის ხო ისე სხვათა შორის ეგ მულტფილმი კი არ მაქვს ბოლომდე ნანახი არა და ალისი ვარ მეთქი ვამბობ პატარა ბაკუნა არ გინახიათ ხალხო რა თუნდა ილია შენი ნახვა თვითონ ყავთ მათ პატარა ბაკუნები და ფუკუნები იკითხოს იმან ვისაც სიმართლის მოსმენა უჭირსო ხო იკითხოს იმან ვისაც სიმართლის მოსმენა უჭირს ესე იგი მანქანაში ხო ჩამი პროგრამეს რაღაც არ ვიცი რა შედეს იქ ნამდვილად არ ვიცი აქაც არა პროფესიონალურად რო იმუშავეთ რაღაცა მაინც გააკეთეთ ისე რომ მართლა შეგეძლოთ მოსმენა ჩემი ყავ ხო ეხა ნახევრად ღია იმას რომ დამიტოვებ აქ შენ რა გონია რომ სიმართლეებს ვილაპარაკებ იმ ადგილზე სადაც შენ ამი ჩავიმონტაჟე აი ჩემი სიმართლეები თქვენ არ გაგიგიათ მე ყველაფერს ტყუილს ვლაპარაკობ სადაც 24 საათში ტყუილებს ვლაპარაკობ და აი ის საათები 24 საათიდან გამოყოფილი რომ აქვს აი იქ სიმართლეებს ვლაპარაკობ კი იქ თქვენ ვერ მოხვდებით თქვენ რანაირად მოხვდებით აბა მაინტერესებს იმ სივრცეში არ გაქვთ ჯერ ეგეთი აპარატები რომ მოხვდეთ აი იქაც სიმართლეებს ვლაპარაკობ და აქ ტყუილებს გელაპარაკებით იმიტომ რომ თქვენ მისმენთ ყველგან მაშ მობილურში ხომ მისმენთ და მისმენთ მანქანაში მისმენთ კიდე სად მისმენთ სახლშიც მისმენთ აბა კიდე სად ტუალეტშიც მისმენთ გასაგებია ვიცი რომ ვერ შემოვიდნენ თქვენი ჩხიბავები ჩემს ტუალეტში არ უშვებენ ტუალეტში ჩხიბავებს ხო და თქვენ რო დამიმონტაჟეთ იქ ჩემი დაქალის ხელებით იქ მოსასმენით და კამერაც რა ვქნა ჩემო საყვარლებო თუ ჩემი ტრაკის ხურება ესე ძალიან გიყვართ უხურეთ რა ვქნა ახლა რა და მე ვიღაცას გაუკვირდება ძუძვები გამოუჩენიაო ცხენოსნების თამარის ჯარი სიტყვის ცხენი ენოსნების ჯარი იგულისხმება ალბათ დაანებეთ თავი მაგად მართლა მასწავლებელო ვერ წავიკითხე არას წერ გაჩეწე გასცხე ალბათ ეგ უნდა დაგეწერა ხო გასცხე არ ვიცი შეიძლება მოკლედ ერთი სიტყვით შემოკარგებო ხო და საინტერესო რა არის იცით მეგობრებო თან სხვა ადამიანებთანაც მომბლოკავენ ხო რა ვიცი ძალიან ეშინიათ მაგათ ჩემი ძალიან გესმით медальония медальони медальони ვინ არის ხუმარ არის აი ეს ერთი წამით
წამით ჩემოსაყვარლებო, ნეტა ეს ლიონი ვინ არის? ნეტა ვიცოდე. ნეტა ეს გველი ვინ არის? და კიდევ ეს ვარდებიანი გოგო ვინ არის? ნეტა ვიცოდე. მაღლა ურჩხული ვინ არის? და ხელში რა უჭირავს რაღაცა იმ თაზე ისიც ვინ არის? ეს გოგო ვიცი ვინც არის, მაგრამ ეს გველი ვინ არის და ეს ლიონი ვინ არის, მაგასაც გავიგებ. თუ უკვე არ ვიცი. თქვენიც დავხმარებით ვირთხებო, თქვენ უნდა გამომიგზავნოთ. აი თქვენ რომაც ხოლმე Facebook-ზე. აი ის ინფორმაციები იქ მომაწოდეთ, ვითომ თქვენ არ იყავით. ეხლა ხო გინდათ რომ დამეხმარო და ამდენი ხანია მისმით, ხო გამიცანით ვინც ვარ და ცუდი ტიპი რო არ ვარ, ხო იცით რა, მოკლედ ცუდი ტიპშა რო არ ვარ და ცუდი ადამიანია, კარგად იცით, მაგრამ აი ეხლა თქვენ რომ გინდათ რომ დამეხმარო და რომ გაგიჩნდათ ჩემს მიმართ ძალიან დიდი სიმპათია და სიყვარული, ის მაინტერესებს ეხლა გამომიგზავნეთ ინფორმაციები, ვინ მithვალთვალებს, ვინ არიანი განუნაკები და არის თუ არა ის ერთი ანუნაკი, ეგეც გამომიგზავნეთ. იცი როგორ თითქოს და რაღაცაში გინდათ რომ გამომცადოთ, გესმით? და ის ინფორმაცია გამოუშვით. ხო, საყვარლებო, მე თქვენ ხო აკეთებთ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. ნუ მოკლედ თავი რომ მომბიზრეთ ამ შიოთი და ვერ ამაგდეთ, გასაგებია, ხო? თავისი გაჯირებია მაგაც რა უნდა ქნას, ეხლა რა უნდა დავეტაკო ეგ კაცი ჩემთან, რანაირ კავშირში არ არის. ვინც კავშირში იყო, იმას მიიღო ვამხილე. ეს რაში არის ჯერ სამხელი, არც არაფერში არ არის, რაშიც სამხელი იყო, იმაში ვამხილე უკვე და ეხლა რა გინდათ ამ შიოს სურათებს რომ მიგზავნით და ამ შიოს ინფორმაციებს არ მაინტერესებს, გესმით? ეგ შიო საყვარელი ბუნჩულა ტიპია, რომელიც დააყენეს მარიონეტად, რა უნდა ქნას, მაგრამ არაფერი არ უნდა ქნას. ხო და ილიას გაანებეთ თავის კაცი მოკვდა, ჩაძაღლდა და დააყენეთ იქ სადაც არის ნურც მაგის ფოტოებს ნომიგზავნით, ვერ ამაგდეთ, ხო ხედავ, ეხლა გეყოთ, მე გეტყვით, თქვენ თუ ვერ მიხვდით. ხო და ისინი გამომიგზავნეთ, ანუნაკები მაინტერესებს ვინ არიან. როგორც ჩანს, ერთს უკვე ვიცნობ. ხო, კი, მე და ლიონი, მე და ლომი. ვინ არის ეს ლომი? ვინ არის ეს ლომი? უნდა გავიგო, რომ ენა მოვდღლიზო. უბრალოდ ენა ამოვაღებინო, ეგ გოგო ენას ალაპარაკებს როგორცაც მაგ ლომს. ეგ ბრმაძე არის ეგ. ბრმაძე. ვინ არის ეს ბრმაძე? აბა ჩემო საყვარელო ვირთხებო, დამეხმარეთ რა. ხო იცი რომ სინდირელას ვირთხები და თაგვები ეხმარებიან. ხო, თქოელად კი არ არის ეგ მოგონილი ჩემო საყვარლებო, თქვენ იცით რომ სულიც მინდა ყველაფერი იცის? ხო იცით ეგ კი, ხო და მულტფილმებით სულიც მინდა შექმნილია და იქაც ინფორმაციებია. აი იმ ვირთხების ადგილზე თქვენ გახართ. კი. ის ვირთხებიც სინდირელას ეხმარებიან. ხმე სინდირელა ვარ ეხლა რა თქმა მაგას მე ვილაპარაკი. სინდირელა. ოღონდ გიჟი სინდირელა ვარ, გესმით? აი ის ქოში ხო უნდა დაბრუნდეს იმ მაცხოვრის ეკლესიაში. ქოში დააბრუნეთ ეკლესიაში. ერთი ცალი ქოში რო არის დარჩენილი. ერთი წყალმა წაიღო, ერთი ქოში, იმ ქოში ფეხს რო ჩავდგა, უნდა ჩამეტიოს. ისეთი ქოში დააბრუნეთ, რომ ფეხს რო ჩავდგა, ჩამეტიოს, დიახ. ხო და მაშინ თამარი ამოიცნობა მერე, ვინ არის ნამდვილი თამარი. ეხლა ფერიაც მინდა რომ გამოჩნდეს და ცხენებიც, ხო, თაგვები ცხენებად გადაიქცევიან და გოგრა გადაიქცევა ფაიტონად. ой, რა საინტერესო, გოგრა ვინ არის ნეტა? გოგრა ვინ არის? გავიგოთ გოგრა ვინ არის? ვინ? მათ ესახარება ამ ხელს მაგათო. ლომი რომელიც ხო შენ ხო დაწერესო, ძალიან მაგარია. ლომი რომელიც კაცისგან შეიჭამოს ცხონდეს და კაცი რომელიც ლომისგან შეიჭამოს რაო გამახსენეთ აბა ერთი კაცი რომელიც ლომმა შეჭამოს ლომის
საჭმელად იქცესო თუ რაღაც ეგრე აქვს ნათქვამი კი ნამდვილად ამ ხელს ეხლა რა მაინტერესებს იცით გოგრა გავიგე ვირთხები გადაიქცებიან ცხენებად ეგ უკვე იასენია უკვე ეგრეა ეხლა მაინტერესებს გოგრა და ფერია ვინ არის ფერია და ვინ არის გოგრა გოგ რა მე მგონი ეგ გოგრა იცით ვინ არის რადგან გოგრა ფაიტონად უნდა გადაიქცეს გოგრა არის ოთაღი დიახ ოთაღია გოგრას ესეთი ფორმა აქვს დედამიწისებური ხო გოგრა დედამიწა გავშიფრეთ გოგრა არის დედამიწა განი ორი განი კი ბატონო ორგანია დედამიწა ესე იგი ვირთხები გადაიქცევიან ცხენებად ეს ენასთან კავშირშია და გოგრა არის დედამიწა გოგრაში ჩაჯდება სინდირელა და მივა პრინცთან ლიონთან ჯილდოსთან თუ მედალიონთან საინტერესოა ჯილდო და მედალიონი მოიცა ჯილდო ჯანილდონი ეგ უკვე წავიდა ჯილდო უკვე მოხდა ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ის მედალიონი ვინ არის ის მედალიონი აი ეხლა გეტყვით მე უკვე ვიცი ვინც არის ეგ ლიონი მაგრამ აი ხა საინტერესო რა არის იცით თქვენ გეკითხებით თქვენ უნდა გამოაჩინოთ ხო თაგბებო თქვენ უნდა გამოაჩინოთ ჩიტებიც არიან იქ მოიცა სინდერელას ჩიტებიც ეხმარებიან ჩიტები ვინ არიან ჩიტები იცით ვინ არიან ჩიტები არიან სატელიტები აბა თქვენ იცით სატელიტებო გაუშვით ჩემი სიტყვები გაუშვით ყველგან გაუშვით ჩიტებო თქვენი დავალება ეგ არის ხო და ჩიტები ეხმარებიან კაბის შეკერვაში ხო კაბა თამარის კაბა ძველი არა დაეხა უკვე ახალი უნდა შეიკეროს რა კარგად დაალაგებული ზღაპარია ეს ყველაფერი ძალიან კარგი ახალი მე ახალი არ მინდა ძველი მიჩებიაო რომელი ჯობია ძველი თუ ახალი ძველი ხო დაეხება ის ბოროტი დედინაცვალი დაუხევს თამარს კაბას ხო ახალს შეუკერავენ მერე ახალს შეუკერავენ ახალი კაბა ეს ეხლა სადაც ვარ ის ძველი დახიეს ძველი დამახიეს ჩაკეტეს დედამიწის შუაგულში მივხვდით მაგასაც მივხვდით ჩემო კარგებო ახალი კაბა მაქვს და პრინცთან უკვე გამოგჩნდი ხო და ის ლიონი გამოაჩინეთ თქვენ გირჩევნიათ თორე მე გაჩვენებთ თქვენ გაჩვენებთ მე DSS გაჩვენებთ მე თქვენ თუ არ გამოაჩენთ მილიონს
და მაინც რა იცოდა სულიწმინდამ რომ ეს ყველაფერი ხდება თუ კი ერთ წელზე არ დავდივართ და ყველაფერი ერთი და იგივეში არ მეორდება როგორ დაწერა ეს ზღაპარი და როგორ ხდება ეს რეალობაშიც იმიტომ რომ ყველაფერი ერთ წელზე დადის და ერთ წელზე ვგიჟდებით ხო დიახ გიჟი თავისუფალია იცოდეთ თუ თქვენ გინდოდათ ბანანი, მოგართვით ბანანი, მეგობრებო, არის მაიმუნების, ხო და მაიმუნმა მიიღო თავის ბანანი, ხო და იგი ახლა იქ არის, სადაც უნდა ყოფილიყო. ახლა მეგობრებო, მე თქვენ გეუბნებით, რომ გამოაჩინეთ ლიონი, თორე დაგერხევათ ძალიან მაგრად. გამოაჩინეთ ლიონი, თორე მაგრად დაგერხევათ. ესე ვინაკეთებს ესე? ეს ვინაკეთებს ხო მეგობრებო რა ვქნა ესეთი დავიბადე ძალიან ჭკვიანი ცხენებო გიყავთ ეხლა ვირთხობანა გიყავთ ამოიღეთ ხმა ლიონის ენა მჭირდება მე ლიონის ენა გეტყვით მე თქვენ 01-01-03-04-01 კი ანუ ჩვენ გვიჭირდება ეხლა ნულის ენა და გვაქვს ის არის 1 ერთიანი თანი და რაე თანი და რაე თანი და რაე ტრო ეგეც მივხვდი მეგობრებო ყველაფერი მანქანებზე გიწერიათ ეგ უკვე ძალიან აშკარაა ახლა სანამ თქვენ ამ ნომრებს შეცვლით მე უკვე ყველაფერი დავინახე როგორ შეიძლება ესეთი არაპროფესიონალურობა ტრო შეიძლება ესეთი არაპროფესიონალურობა მე დავიცოდე ვინ ახარ მაგრამ ვიცი რომ ხარ ტრო ვინ ახარ საინტერესოა ეს ტრო ვინ არის მაიკო ესეთიანი აკეთებს ასახელებს არც ვიცოდი არა ეს აკეთებს კიდე იცით ვინ ბოროტი ხალხი აკეთებს ეს ფილმებში და მულტფილმებში ძირითადად კატები ბოროტი კატები ერთი ყველაფერი ნული არაფერი არა ნული ყველაფერია და ერთი ნინო პირიქით ჩემი საყვარელო ნინო ეხლა ვიკითხე ერთი რაფერია ერთი არის რაფერი გეტყვით ჩემი შპარგალგა საცახლედი მოდია ჩემო შპარგალგა ჩემი შპარგალგა მეუბნება რომ რა ფერი თუ ერთით მეტი ფერია ანუ ესე იგი ტრო არის კავშირში არაფერთან ტრო კავშირში ვინ ახარ 0-1 ვინ ახარ 1-0-0-1 რომელი ხარ მეც ვარ ოღონდ მაინტერესებს შენ ვინ ხარ 1-0-0-1 ერთი ანუ ერთი და 0
ანუ მედალიონია ეს 0-1. გასაგებია. ყველაფერი მივხვდით სიდონებო ჩვენ ხო უმაღლესი ცნობიერების წარმომადგენლები ვართ ხო და ამ უმაღლეს ცნობიერებას ვერაუდიან ეს ვირთხები გადაიქცევენ ცხენად და სწორედაც რომ გოგრა იქცევა ფაიტონად ფაიტონი ფანარაენი ანუ ფარაონის ტონად იქცევა ფაიტონს ეტლი ქვია ქართულად ეტლში ჩაჯდა ელიაც ენისტანი ლია ანუ დედამიწის ენისტანი ლია სტალინის მანდედან მოდის რა ყველაფერი გადმოყირა უბრალოდ გაუგია სტალინს ჩემო სტალინო ჩემო ტანჯულო სტალინო რაც შენ შეცდომაში შეხვედი იმას მერე დედამიწამ ვერ ამოისურთქა იმას მერე დედამიწა ეძებს როდის მოვა ისევ მეორე თამოსლა შენ ხომ გადადე 60 წლით მე დავაჭკარე მოვიყვანე ის სტალინო არ იყო ეგ შენი სახელი არა ასე ნამდვილად არ დაგარკვეს იოსებ შენი ნამდვილი გვარი მაინტერესებს მართლაც ვინ იყო და რა იყო ენისტანი ლია ლიონი საინტერესოა ვინ არის ეს ლიონი ნულში უნდა გავძრეთ, ხო? ნულში უნდა გავძრეთ, რომ ერთში გადავიდეთ. ძალიან სასტიკი გეგმა გაქვთ. არ გამოგიბათ ეგ ჩემო კარგებო, მე უკვე მიგიხვდით რაშია საქმე. ეხლა უყურეთ რა, არ გამოვა ეგრე. უბრალოდ გეტყვით ეხლა რა შეგო. გეტყვით, ეგრე რატო არ გამოვა რა? აქ სულიწმიდა სულ სხვა გეგმები აქვს. ამ ლიმ შეიძლება სხვა გეგმები დაგილაგათ. მაგრამ მაგ ლის აქვს ესეთი მომენტი რა, მაგ ლის აქვს ცოტა შურისძიების მომენტი ჩემო კარგებო. სანამ ლი არ გამოსწორდება შურისძიებიდან, არ განიკურნება, მანამდე ნულში ვერ გადიხართ. ვერ გახვალთ, იმიტომ რომ ეგ რომ მოხდეს მაგ გეგმით, რა გეგმაც მათ აქვს ეხლა ჩაფიქრებული, ეხლა ეს დავინახი, ხო? მაშინ ეს იმის თოლფასია, რომ მოღალატეობის თოლფასია. ანუ თუ კი მოღალატეობა შედგება, მაშინ ქრისტეს ვერ უერთდებით. ანუ ეს უნდა შედგეს უღალატობით. უღალატობით ნულში ერთიანის გაძრომა სულ სხვა რამეს ნიშნავს და ეს უნდა ამოხსნა ეხლა. ნულში ერთიანის გაძრომა. ლიონში ვერ გაძრება ერთიანი. ვერ გაძრება. იმიტომ რომ პირიქით უნდა იყოს. ერთში უნდა გაძროს ნული. აი ეგ არის თავარი. ნექტარი. მან უნდა გაძროს ნული. მან შეძლებს გაძრომას. კი. ნემსის ყუნწი ეგ არის. ვაჰ, სად მივაგენით ნექტარს? სხვათა შორის ერთ-ერთმა სიდონის წევრმა ჩემმა მსმენელმა მოძებნა ნექტარი ხომ არაფერშუაში იქნება ნესტანთან. და არის თავარშია. გადმოუტრიალა ეხლა მაგათი დაცემული გეგმა ეგრევე. ანუ ეხლა ნახეთ რა ხდება რა. დედრი ვერ გაძრება მამრში. გესმით? დედრი ვერ გაძრება მამრში. მამრი უნდა გაძროს მდედრში. ეგ ხომ ანიდა ჰოია. ამიტომ თქვენ სანამ უკანალიდან შეხვალთ მაგლის გეგმებით, ხო? იქ უნდა შევიდეს ნულიანი ერთიანში, ანუ იმ კარიდან, სადაც არის ნესტანი. და ნესტანი სად არის?
ნესტანი სად არის? ეგ არის გასაგები. ნემსი არა, ნექტარი, ნემსის ყუნწივით არის ის ნექტარი. ნექტარში არის სივრცე. აი ესეთი მრგვალი სივრცეა, სადაც უნდა გაძრეს 0. ხო, ძალიან პატარაა, მაგრამ უნდა გაძროს თორე ეს მამათმავლობა არ მოგუშვება. იმიტომ არიან უკანა ტანიდან რომ შედიან, უკანა ტანიდან შედიან ენაში, გასაგებია. ტარიელთან. ტარიელი არ ნიშნავს რომ უკანა ტანიდან უნდა შეხვიდეთ, თქვენ დებილებად თქვენ. ყველა მოგზაურობა იმას, იმიტომ ერთმანეთს უშრას უშებიან, მაინც ის ადგილს ისხებათ მაინც. ხო, ეხლა ნახე. პირიქით მეგობრებო, კაცი ვერ გაძრება ნესტანში. ვერ გაძრება ნესტანში, კაცი უნდა გაძრეს ნექტარში. ხო, აუცილებლად უნდა გაძრეს 0-იანი 1-იანში და არა 1-იანი 0-იანში. გაიგეთ? ეხლა გეტყვით. ნექტარი არის ნარის ენი და ქანი. ნარის ენი და ქანი. მე მგონი ნაქნავს მივადაგით ფუნას. ერთი წუთი. ანუ ფუნაში უნდა გაძრეს ეს 0-იანი. უნდა გაძროს ამ არაქნას ეხლა სხვანაირად პირიქით. იმიტომ გონია რომ იქ უკანა ტანში უნდა იძრომიალოს. არა, ნაქნავში უნდა გაძრეს. ნახე? ოღონდ ეხლა ნაქნავი ეს სურათ ხატოვნად ის არის მძღნერი ფუნა, მაგრამ ნაქნავი არის ნავი, ოღონდ რისი ნავი არის? ნავი. რისი ნავია, რომელ ნავში უნდა გაძრეს? ქანის ნავში? სემი, ქამი და იაფეთი. ქანაანის ნავში უნდა ჩაჯდეს. მივხვდი. გაგშიფრეთ ყველანაირად. მოკლედ, ერთი სიტყვით რა. ნოე ხო წევლის ქანს, რომ შენ იქნები ამათი მონაო, ხო? ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით ამ მატრიციდან გამომდინარე, ენის გაშიფრიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ ესენი რაღაც ზონეზე მისულან, რეალურად მისულან და იმიტომ რომ უკანა ტანებში ხმარობენ ერთმანეთს ეგენი, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს ბრძანებაა. არ არის ეგ ბრძანება, საყვარლებო. ეს რასაც გიბრძანებთ, ხო? ეგ ბრძანება, რასაც თქვენ ასრულებთ, არის ძალიან დაბალი დონის. ეს არის მხოლოდ მატერიალურში დანახული, თორე მენტალურში რომ დაგენახათ, აი ახლა მე რასაც გიხსნით, ხო, თქვენ ისევ და ისევ მიხვიდოდით ქანაანის გემთან, ნავთან. ქანაანის ნავი არის კითხვა რომ დასვა, ვინ არის ეს ქანი? ვინ არის ეს ქანი და არის ის, რომელმაც სიშიშვლის გამო დასცინა მამამის, ხო ასია არა, ნოეს. ეხლა საკითხავი არის, მოიქცა თუ არა ქანაანი რეალურად მართებულად. თქვენ უნდა გაძრეთ მის, ანუ თქვენ უნდა გაიგოთ, მასში უნდა ჩახვიდეთ. აი ეგ ნიშნავს, ერთიანის 0-იანის ერთში გაძრომა ნიშნავს, რომ თქვენ გაიგოთ ქანაანმა რეალურად რა გააკეთა. თუ თქვენ ვერ გაიგეთ ქანაანმა რეალურად რა გააკეთა, თქვენ იქნებით მამა თქვენის, ანუ ნოეს არასწორობაში მუდამ დღემოსწრება რა და იტრიალებთ ერთ ხაზზე. ეხლა ნოეს უნდა გავცდეთ რა, ყველა შემთხვევაში ნოეს უნდა გავცდეთ, იმიტომ რომ ნოემ არასწორობა გაიგო, ნოემ სიმთვრალეზე რა გაიგო, იქ რა იცით. არავინ არაფერი არ იცით, უბრალოდ მიენდეთ იმ ნაწერებს, რაც დაგიწერეს, ხო? ხო და მთავარი არის რა იცი, ქანაანი ვინ შექმნა, ხო? ქანმა, ქანის მოდგმამ. ის მეტატრონი რო ეცხადება, ელშადაი რო ეცხადება იაკობს და აიქ წადიო ქანაანშიო და იქ ეგვიპტეში გახდებიო პირველი კაციო და ესეთ ტვინს რო უბურღავს ეგ ცრუღმერთი, ხო? თქვენ იმ ცრუღმერთს უნდა გასცდეთ. ის ცრუღმერთი თვითონაც არ იცის რას ლაპარაკობს, იმასაც დაცემულ დონეზე ესმის, დაცემული ანგელოზია და იმიტომ რეალურად ძლიერი ანგელოზია, მაგრამ დაცემულია. რაც შეეხება ეხლა ამაღლებულ ლილიტი ვინ არის, ხო? ლილიტი არის ის, ვინ შექმნა ეს. აი ეს. ლილითმა შექმნა ეს.
რაც შეეხება ლილიტი, რომელიც შეუერთდა ამათ, ოღონდ ლილიტმაც შექმნა ეს სრულფასოვნად. ლილიტმაც გაიგო რაღაცეები ამაში, მაგრამ სრულფასოვნად ვერ გაიგო. მართალია მან სიტყვა წარმოთქვა და გაფრინდა ფრთები შეისხება და ეგონა რომ ღმერთ შეუერთდა, მაგრამ ღმერთს ვერ შეუერთდა ლილით. იმიტომ ვერ შეუერთდა, რომ დღემდე აქ არის დაცემულობაში. და მე გეტყვით ერთ რამეს რა, რეალურად ეს მეტატრონიც, ანუ ელშადაი და ისიც ლილიტიც და ყველა ის დაცემული ანგელოზი, რომელიც ახლა დღეს ამ 10 შორის, 10 ანუნაკს შორის ცოცხალია, ხო? ყველანი შეცდომაში ხართ შესული რა. რატო ხართ ახლა ყველანი შეცდომაში შესული, იცით? თქვენ მენტალური დაგავიწყდეთ. მენტალურ დონეზე, აი ის რომ თქვენ გაიგოთ ნულში გაძრომა, რას ნიშნავს? ეს არ არის უკანა ტანიდან შესვლა ერთმანეთში, ერთიანი გავიგეთ რომ მამრია, კი გეთანხმებით, მამრია, მაგრამ ეს არის ფიზიკურ დონეზე გაგებული. ეხლა მენტალურ დონეზე გაგებული არის ქანაანის მდგომარეობაში შესვლა. უკანა ტანიდან რას ნიშნავს? უკანა ნემსის ყუნჩი გაძრომა რას ნიშნავს, ხო? აკლემი უფრო იოლად გაძრება ნემსის ყუნჩი, ვიდრე მდიდარი შევაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნემსის ყუნჩი, რომელიც იყო უკანა კარიდან შესასვლელი იერუსალიმში, ეგ მატერიალურ დონეზე დანახული იერუსალიმში შესასვლელი უკანა კარია. მაგალითად ბატონი, ხო? ბატონ, ვიცით რაც არის, ხო? ბატონ. I know but და მოწმებული ხო? მინდა გასაკვირად ეს წამოვიღე მე ზუსტად დღეს. I know but კიდე რა იყო იქ? რა ინიციალები გაიხსნა? No but I know but და შახმატ ეს უკვე მოგებული თამაშია, იმიტომ რომ უკანა კარის შესასვლელი არ არის არც პროჭი და არც ნემსის ყუნწი, რომელიც იერუსალიმში კარის შესასვლელი იყო. უკანა კარის შესასვლელი არის სწორედ ის ქანაანი, რომლიდანაც წამოვიდა ქანის მდგომარეობის გამორკვევა. გეხვეწები შეწყვიტე ვეებს იძახის სხვა რამეზე ილაპარაკებ, მამუკა ამბობს. მამუკა, ჩემო საყვარელო, ეს რო შევწყვიტო მთელი დღე და მოსწრება, რაც კაცობრიობა არსებობს, ერთი და იგივე კანალზე დადის რა, მართალი კითხრა და თუ არ შევწყვიტეთ ეს მართლა, თუ არ გამოითქვა ვერ შეწყდება. ამიტომ ეხლა რასაც ვაკეთებ, ეგ ზუსტად ის არის, რასაც მთხოვ. უნდა გამოუშვათ, რომ შეწყდეს რა. აზრობრივად გავიაზროთ რას ვაკეთებთ, ხო? ერთი და იგივე ტრაკზე დადიხართ. ერთი და იგივე ტრაკში ვართ რა, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ქართული სიტყვიერება, თუნდაც იყოს ეს ბილწ სიტყვაობა, ხო? ბილწი სიტყვა არ არსებობს, მაგრამ თუნდაც იყოს ეს და ჩანდეს ბილწად, იქედან გამომდინარეობს, რომ დაცემულობაში ესმით კაცობრიობას ეს ყველაფერი და იქ ტრიალებენ. ანუ ტრაკში არიან რა, რეალურად ეს გამოთქმა ტრაკში ხარო, ხო? არ არის საიდანღაც მოტანილი ჰაერზე, ეგ რეალურად ეგრეა. მართლა ტრაკში ტრიალებენ ყველანი რა. ვისაც გონია რომ ეს გაიგო. აი ვისაც გონია რომ ეს გაიგო და ვინც ფიქრობს რომ აუ მე ყველაფერი გავიგე, ეგ რეალურად ესია და ესე უნდა ხდებოდეს, ეგ ვიბრძანებს ჩვენი ამბანი, არაფერს არ გიბრძანებს თქვენი ამბანი მაგ დონეზე, რა დონეზეც თქვენ გესმით. შენ კი არა მამუკა, აი ისინი ვინც აკეთებენ რა, მეუფეებს მივმართავ, ყველა მეუფეს და მეუფების მმართველებ ანუნაკებს. ხო და მაგ ანუნაკებს დედიკო გენაცვალოთ, გაზრდია გჭირდებათ, საყვარლებო, მე არ გეკაიფებით, როცა ვამბობ დედიკო გენაცვალოთ მეთქი. მე ვამბობ იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ გასწავლოთ ბევრი რამე. თქვენ შეიძლება ბრმაძეები ხართ, მაგრამ აუცილებლად უნდა აგეხილოთ თვალი, თორე ერთი და იგივე ტრაკში იქნებით და სულ იქნებით სულ. ხო, ქანაანს გაუგოთ. ქანაანიც ევას შვილია, ჩემო გარგებო, და ქანაანი არ უნდა დაიწყევოს, ქანაანის წევლა უნდა მოიხსნას.
აწი ჩემო კარგებო. აწი ჩემო კარგებო. ნოესაც თითი დაუქნიე რა. იმანაც შეცდომა დაუშვა. კანალზე დადიხართ, დიახ, ეგრე, მამო, შენც მე მგონი გეხსნება რაღაცეები. არა, მენტალურში თორე ეხლა ფიზიკურში გახსნები ძალიან დაბალი დონეა, ფიზიკურში გახსნები, ვარდით შეიძლება გაიხსნას და იმას რა დავარქვათ? ნემსის ყუნწიც. იმას ნემსის ყუნწი დავარქვათ და ამას ვარდი დავარქვათ რა. ქალს ნემსის ყუნწიც აქვს და ვარდიც და კაცს მარტო ხო, კაცსაც აქვს ხოთო შორის. ეხლა იმასაც რაღაცი დავარქვათ, 0. კაი, ესე იგი ნემსის ყუნწი და 0 აქვს კაცს, ხოლო ქალს აქვს ვარდი და ნემსის ყუნწიც, დიახ? ესეა ჩემო კარგებო, მაშინ. აი, ძალიან საინტერესო რაღაც გაიხსნა ეხლა რა. ჩემო რაშებო? გეყოფათ ვირთხაობანა და თაგობანა. რაშებო? იქეცით, რაშია საქმე და ამაშია საქმე, რომ თქვენ იყავით უკან ალში. კანალში იყავით, ხო და ამოგიყვანეთ კანალიზაციიდან. ინფორმაციები დაიწყო ჩემო კარგებო. კანალიზაციები უკვე წაიშალა, მორჩა, აღარ ვჭირდება კანალიზაციები. მასში იყო მთელი ეს ჭირი. სხვათა შორის ავადმყოფობა მასში იყო გაჭედილი. დიახ. ხო და აი ამის მეშვეობით ჩვენ კანალიზაციები ჩავხსენით ყველგან. კანალი, დიახ, კანალი თქვილად არ ქვია კანალზე. კანალი თმათხვევა რომ მიმდინარეობდა, იქაც გავაჟღერეთ თუ გახსოვთ კანალი. კანალზე თუ არ ზიხართ მეთქი, ხო? ისე ვერ დაიჭერთ ინფორმაციას თქო და არა იმ გაგებით კანალი, რა გაგებითაც ეხლა ესმით ანუნაკებს, არამედ იმ გაგებით კანალი, რასაც ეხლა მენტალურში და ასტრალურში ხსნით. ქან ალი არის, გესმით? ქანი იყო ალი. ანუ ქანი იყო რეალურად ალი და ვერ დაინახა ეს ნოემ. გაიგეთ? ვერ დაინახა ნოემ. იმიტომ რომ ნოე არის, გეტყვით რაც არის, ამოტრიალებული ენოქი. კი. ამოტრიალებული ენოქია ნოე. თავდაყირა დგას, უნდა გადმოვატრიალოთ. თამარ დაგიწერე ზემოთ, ანუ 1 და 0 დონში ერთიანდება 1 და 0 დონში ერთიანდება. გვერდიდან დონს რო შეხედავ, 1 და 0 გვაძლევს შეერთებულს. იოს. ხო, იოს ეგ არის, აი ეგ არის ეს. ნახეთ, აი ეგ არის ეს. ნახეთ. როგორც წამომყვათან ჩემო საყვარლებო, წამომყვათან საცავიდან. აი ეს. ნახეთ, აი ეს არის დონი. ხო, და გარდა მაგისა კიდევ არის აქაც დონებია, ხედავთ ხო? სიდონი და სინოდი. აი აქაც დონებია, სინოდი და სიდონი. აქ ჰოეებია თამარის ხელმოწერაში. ეს ვედრო იყო. აი 22-ზე დაჯდა. 22-ზე დაჯდა თამარის გამოთვლით, იცოდა როდესაც დაიბადებოდა ის აუცილებლად, ეგ დიდი მაგია თამარი, რეალურად დიდი მაგი ვარ.
და აი ეს ვედრო, იცით რა არის ეს დრო? პირველიდან მე-12 საუკუნემდე და 21-დან მე-12 საუკუნემდე არის ვედრო. ეს არის ვედრო, რომელი გამოთვლის მიხედვითაც ხო 3-იანზე და 9-იანზე დაჯდა. 3, 6, 9-ზე დაჯდა და აი ეს არის რეალურად ის 3, 6, 9, რომლითაც ჩვენ ვხსნით ქართულ ანბანს. განვინთან დგავართ, გესმის? ხო და ასე რომ ჩემო კარგებო 4000 წელი გასულია უკვე. ვითარცა ერთი დღე ვითარცა 4000 წელიო. ეს 40 ასობგერაში ზის და თითოეულ ასობგერას აქვს თავისი ასობგერა და 40 დღის განმავლობაში გადიხარ ჩვეულებრივად თითო ასობგერასთან გამოცდებს რა. ყოველ ასობგერასთან მიდიხარ რა. ანთან დაგიბარებენ და მიდიხარ ანთან. გეკითხება ანი რომ აი ესა და ეს გამოცდები თუ აი საზვერების გავლა მაგას ნიშნავს ზუსტად რა. მიდიხარ ანთან და ეუბნები რა და გეკითხება რომ აბა როგორ ჩააბარე ეს გამოცდები? კაი ვთქვათ ანმა გაგიშვა, ბანმა გაგიშვა, განმა გაგიშვა, დონმა გაგიშვა, ენმა გაგიშვა, ბინმა გაგიშვა, ზენმა გაგიშვა, ჰემ გაგიშვა, თან გაგიშვა, ინ გაგიშვა, კანმა გაგიშვა, ლასმა გაგიშვა, კანმა გაგიშვა, ხო? აი კანიდან გავედით უკვე. ლასმა გაგიშვა, მანმა გაგიშვა, ნარმა გაგიშვა, იემ გაგიშვა, ონმა გაგიშვა, პარმა გაგიშვა, ჟანმა გაგიშვა. რაემ გაგიშვა, სანმა გაგიშვა, ტარმა გაგიშვა, უნმა გაგიშვა, ფარმა გაგიშვა, ქანმა გაგიშვა, ღანმა გაგიშვა, ყარმა გაგიშვა, შინმა გაგიშვა, ჩინმა გაგიშვა, ცანმა გაგიშვა, ძილმა გაგიშვა, წილმა გაგიშვა, ჭარმა გაგიშვა, ხანმა გაგიშვა, ხარმა გაგიშვა, ჯანმა გაგიშვა, ჰაემ გაგიშვა, ჰოემ გაგიშვა, ურმა გაგიშვა, ფონმა გაგიშვა და აი ლიმ შეიძლება ვეღარ გაგიშვას რა. გაიგეთ? ლიმ ვეღარ გაგიშვას, იმიტომ რომ ლასი არის ლი და ლასარე კიდე არის ალაზარი სენა და თუ არიცი ამენაზე თუ ვერ საუბრობ, ვერ გაგიშვებენ ვერსად. ისევ დაგაბრუნებენ უკან, სანამ შენ ამას არ ისწავლი. სანამ შენ ამას არ ისწავლი და ამ ლაზარე სენით ვერ ალაპარაკდები, ხო? სასუფეველში ვერ შეგიშვებენ, იმიტომ რომ შენ ვერ ლაპარაკობ ლაზარე სენით. და გეტყვიან ჩემო კარგო. გასაგებია ყველაფერი კარგად გაგიკეთებია, მაგრამ ლაზარეს ენა არიცი. აბა go back. და I know but მე შემოდიხარ ისევ უკანალიდან. იმ კანალიდან რომელიც არის 1-იანის და 0-იანის. დიახ, 10-იანში. ეხლა 10-იანიდან გავიდეთ, უკვე გავედით 10-იანიდან, 10-იანის მატრიცა გავშიფრეთ. ეხლა საინტერესოა წერტილთან უნდა მივიდეთ. წერტილთან. აჰა, ესე იგი გასაგებია. თუ გავედით, თუ ლიმ გაგუშვა, ესე იგი ლაზარეს ენა ვიცით გამოგკითხა და ჩვენ ყველაფერი სწორად ვიპასუხეთ, აი როგორც ახლა მე ჩაგაბარეთ და არა უკანალებიდან, როგორც ახლა დღეს დაცემულად გესმით. ჩემო კარგო ანუნაკებო, არამედ ლი გაგიშვებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ მენტალურში და ასტრალურში გაერთიანებთ, მარტო ფიზიკურში არა, ვერა. მარტო ფიზიკურში ლაზარეს ენა არ არის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახლა წერტილთან მისვლა. ჩვენ გავედით უკვე 0-ში, ლიში გავედით, ლიმ გაგვიშვა და გვეუბნება. ახლა წახვალ წერტილთან, იმიტომ რომ წერტილი უნდა დაესვას ამ ყველაფერს. ხო, ჩვენ გავარკვიეთ იმ დღეს, რომ ესე არის. სულ რამდენიმე თვის წინ. წერტილი არის წერტლი. ესე იგი, თუ კი ჩვენ გავედით ლიში, გამართულად საუბრობ ლაზარეს, აქ უკვე გთხოვენ წერას, ბედის წერაო, ხო? აი ბედის წერაზე, რომელ წერაზე წერა? ბედის წერა ნიშნავს იმას, რომ აქ იწყებ ლის წერას. წერთ ლი, ანუ წერეთ ლი. წერეთელთანაც მივედით, ახლა წერეთლები უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ვაი რომ დაავიწყეს ამ წერეთლებსაც ეს ინფორმაცია. წერეთ ლი გვეუბნება, წერეთ ლი. და ლის წერა არის დონი, იმიტომ რომ დონია. დონი 4-0-ით, ხო? 4 დოლის ამბავიც აქ გამოირკვა. აჰა, წერეთ ლი და წერტილიდან მე რასად გავდივართ, ეგ არის საინტერესო. წერტილი დავსვით უკვე. ანუ წირეთ, მაგრამ
სად გავიდა ეხლა ეს ლი სად გავიდა ლასარში ხო სარში გადის ისევ და ისევ სართან მივდივართ სარი კიდე დამზადებულია მუხასგან ხო თქვით ანუ მუხა იმიტომ რომ მუხა იყო კავშირში სართან რამდენჯერმე გაჟღერდა ჩემი პირიდან და ჩემი პირიდან ტყუილად არაფერი არ ჟღერდება აქედან გამომდინარე მე ისევ და ისევ ყურადღებას მივაპყრობ მუხას და რას გვეუბნება მუხა რკო გვაძლევს რკოს მუხა გვაძლევს რკოს მივუტან ღორს ღორი მოგწემს ჯაგარს ძაუბრებ ხოთოქსა ბაწარს ჩაუგდე და ამოვიყვან ჩემს ძმობილ ჭუელას ჭუელას მაგრა გვეკაიფებიანო იცოდეთ რა აუ მე ვწერი და შენც თქვიო ხო ნინო ჩვენ ახლა ერთი ხშირაზე ვართ არ გამიკვირდება რომ ყველა ერთად უცბად ეხსნებათ სანამ ველაპარაკობ თქვენ უკვე გახსნილი გაქვთ ეგ ინფორმაცია ახლა გეტყვით მოკლედ ჭიანჭველას ამოვიყვანო ხო რკოს გვაძლევს მუხა და მიზანი არის ჭიანჭველის ამოყვანა რუდან ესე იგი რუს თავიდან უნდა ამოვიყვანოთ ჭიანჭუელა ჭიანჭუელა ჭუელი ესე იგი ჭიანი და ჭუელი უნდა ამოვიყვანოთ ესე იგი ესე წვილი არის ჭი და ჭუ წვილია როგორც ჩანს ესენი მიჯნურები იქნებიან და გაჭირებაში იყვნენ ესე იგი ჭი და ჭუ რამეს გაძლევთ ეგ ჭი და ჭუ ან რაღაც თქმულება ზღაპარი ლეგენდა ესეთი რაღაცა ჭიპი მაგალითად და ჭური ჭიპი და ჭური ჭიპთან მივედით ჭიპთან დღეს რამდენიმეჯერ მინიშნა იქ ჭიპაშვილი და დავფიქრდი მაგაზე ჭიპაშვილი რას უნდა ნიშნავდეს თქო და უკვე პასუხი მეცემა ესე იგი პისთან მივედით ჭიპში უნდა გავძრეთ ჭიპის მოჭრა ხდება ეხლა ბავშვი დაიბადა და ჭიპი უნდა მოეჭრას მოიცადე ერთი წუთი ჭიპი ანუ პირველი ხო იყო პირველი თავდაპირველად პისთან მივედით ოღონდ ჭით მივედით პისთან ჭით მივედით ჭის ამოთხრაზე ხო იყო საუბარი ამ დღეებში ესე იგი თუ ჭით მივედით პისთან ესე იგი შიგნით ჩავდივართ შიგნით დედამიწის ჭიფში ჩავდივართ ესე იგი ის ინფორმაცია რომელიც მომაწოდეს მე რომ უნდა გათხარო ხო ეგ არ იყო ისე მოწოდებული შინაგანიდან გამოძახილი რომელიც უბრალოდ ის უნდა გავატაროთ ანუ რეალურად კოდი იყო ესე იგი ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დღეს მომწერა ერთ-ერთმა ქალბატონმა რომ გათხარესო რუსებმაო და ხმები ისმისო იქიდანო რა ანუ ჩვენ უნდა მივიდეთ ჭის პისთან უნდა მივიდეთ ანუ პინთან უნდა მივიდეთ ჭის პინთან უნდა მივიდეთ ეს ჭის პინი რა არის ჭარინი ჭი და ჭუ ხო ჭიანი და ჭუელი ელი არის მამრი ანი არის მდედრი ესე იგი ჭიანი რაღაცა ჭიანია ხო ხშირად გაჟღერდა ჩემ პირიდან ჭი აქვს თქო ხო ხეს ხე არის ჭიანი მეთქი ხო გითხარით საგვარეულო ხეებზე რომ ქონდა საუბარი ხე თუ ჭიანია ეს ჭია უნდა განვკურნოთ და ჭუელი ვინ არის ჭი მივხვდით ახლა რაც არის ჭია არის და ჭუელი ჭუპრი ჭუპირი ესე იგი ჭუპრიდან უნდა ჭია გამოვიდა ჭუპრიდან ხედავ პეპელა არის პინი არის პეპელა ჭიდან თუ უნდა მივიდეთ პინთან
ჭიდან თუ უნდა მივიდეთ პინთან, მაშინ კოდი არის პეპელა. იმიტომ რომ ჭუპრიდან გამოდის მხოლოდ პეპელა. პეპელია ესე იგი. აჰა. ესე იგი ეს პეპელი მე მგონი ალისშიც მოდის ვიღაც პეპელა, ხო? რაღაც პეპელასთან მიდის ალისი, ხო? რაღაცები იხსნება. ეხლა უყურე, ალისი მიდის დამოგზაურებს სხვადასხვა სივრცეებში, აი ამ ასობგერების იმაში, ინფორმაციებში რა. ხეჭიანია, ხო გითხარით, ხეჭიანია და ახალზე უნდა დაამყროთ თქო. ეხლა პეპელა არის კოდი. პეპელა არის კოდი. მაგრამ ეს არის პეპელი. პ-ენი და პ-ელი. პ-ენი და პენარი და პელი. პენარი და პელი. პენარი, პენარი, პენარი. პენარაენი, პენარაენი. პინი არის პინი კი არა, პენი უნდა იყოს ეგ, პენი. პენი. და პენისი იმიტომ დაარქვეს, პენისი. პენისი. ისის პეო რა. ხედავთ რა მაგარი რამეა ეს ქართული ანბანი. პენ ალი ენი ნარია. ენი არის ენარი. ენა რაენია. ენა რაენი. პენ არა ენია. პენიც არა ენიაო გეუბნება, მაგრამ ჭისპიდან თუ უნდა მივიდეთ, ჭისპინიდან თუ უნდა მივიდეთ ჩვენ ჭუმდე, თუ ჭუნიმდე უნდა მივიდეთ, ჭუ რა არის ახლა? ჭარუნი, ხო? ჭარაეუნი. ჭარაეუნი. რაჭასთან მივდივართ. ჭარაეუნი. სამი მზენი არიან. უნიც რაც და ჰელიოც. რაჭაეუნი. ჭიუნი, ხო? ესე რ გამოვაშორეთ ახლა რ. ჭი ანჭველა, ხო? ჭი და ჭუ. ჭი ანი და ჭუელა. ჭიანი და ჭუელი არის ჭუელი რა არის? ჭუელი. რაჭაუნი. ჭუელი. რაჭუელი ვარო. ხო, რაჭველი ვარ თან. რაჭველი ვარ, კი. ყველაფერი აჯდება რა, აი პირდაპირ მნიშვნელობით ყველაფერი აჯდება რა. ყველა პინი რაც კი არსებულა, რასაც მოითხოვს ეს ანბანი, ზედაჯდება ჩემი არსებობა. ჩემი დაბადების თარიღი, ჩემი სახელი გვარი, ჩემი წარმომავლობა და ჩემი ვაფშე ზემოკრიხი კიდე რა არის საინტერესოა ეგ რა. აი ეს ჭიპიც, ჭიპი ხო ეს პეპელა, იმიტომ ვიყიდე პეპელა. 20 ლარიანით, რომელიც მომცა ნარიმანმა, პეპელა ვიყიდე მაგით, ხო გაჩვენეთ. ანუ მე პირდაპირ მნიშვნელობით პინი დავახიე რაღაცას. ხო და პინი უკვე გავტეხე, ესე იგი პეპელად და ნუ იქ თამარის აკლდამაზე რაულ ნიჟარაძესაც კი არა, ფრიდონ ნიჟარაძესაც ის აქვს. პეპლები აქვს, თამარი პეპლად გადაიქცა, მაგრამ არც მაგან არ უშველა. ეგეც არ არის, მაგის იქით კიდე რაღაცა არის. პეპელა და მაგის იქით არის რა ჭუელი. ჭუელი. უეჭველი, ხო, ნინო ამბობს უეჭველი, ჭუელი, უეჭველი. კი, უეჭველი ეგ არის, ანუ გიდასტურებს პინზე რა.
ჭი ანი გიდასტურებს უეჭველი ჭიანიაო და რა არის უეჭველი ჭიანი? ჭიანი არის ან არის? ჭიანი გაიგე? ჭიანიაო, ჭიანიაო. თუ ჭიანია მაშინ ჭინარი რაღა არის? ჭინარაინი, ჭარინი. თავის თავში ტრიალებს ეს ჭი. ეს ჭია თავის თავში ტრიალებს. აბა ეხლა უკუღმა წავიკითხოთ. ჭი ანუ იჭ. ინეჭარი. ჭინჭარი? ჭინჭარი. ხო, ჭინჭარი. ვა, ჭინჭართან მივედით. ხედავ, იმიტომ არის ჭინჭარი მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი მცენარეა ჭინჭარი. მაგრამ ჭინჭარი, ჭინჭარი, ჭი, იჭ, ჭიანი და ჭუელა. ჭიანი და ჭუელა. უჭ და იჭ, უჭ და იჭ. უჩარმა და იჭარმა? უჯარმა და იჭარმა. აქედან მოდის. ოღონდ ჯარმა კი არ არის, უჭარმა არის და იჭარმა არის. ხო არის, ორივე არის. საქართველოში ესეთი ადგილები. უჭ და იჭ. უნარი, ჭარი. უბრალოდ დაწერა სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ სერიოზულად რაღაცებთან მივედით, ამ ჭინჭართან მივედით საბოლოოდ, მაგრამ შეიძლება ჭინჭარი ახლა წარმოდგენაში შეცდომები დაუშვი სადღაც და რო დავწერ, იქ სხვა კართან მივიდეთ. ჭინჭარი წეღან დავწერეო, სოფო ამბობს, ხო? ჭიანჭველა, ჭინჭარი, აი ხო, ჭინჭარი. უჭ და იჭ, უჭ და იჭ, უჭ, იჭ. იჭ ეს იჭრი, აი მაგალითად თმებს ვიჭრი. აი ეს იჭ რა არის? ჭ რაღაცას ნიშნავს. გადაჭრა. სხვაგან სად გამოიყენება იჭ და უჭ? ანუ ჭიპის გადაჭრა ხდება ახლა, ესე იგი რეალურად ჭიპის გადაჭრა ხდება. ანუ ბავშვი დაიბადა, ჩვეულებრივად გავიგეთ ყველაფერი, ბავშვით უკვე და ჭიპ ლარის გადაჭრა ხდება. ჭიპ ლარის ჭიპ ლარის. ვალუტა შეიცვალა, მეგობრებო. თინდაც ვერაფერი ვერ გავიგეთ, ახლა ერთადერთი რაც გავარკვიეთ, ვალუტა შეიცვალა. იმიტომ რომ ლარის გადაჭრა მოხდება. ჭიანჭველა გადაიყვანეს ციფრებშიო. აი, ციფრული მასე წავა საუბარი ახლა ლარის ვალუტის შეცვლა მოხდება. რა ჭიპ ლარის გადაჭრა თუ მოხდა, ქართული ენით გავხსენით ასტრალური სივრცე და მენტალური სივრცე და დაიწყება ახლა უკვე ვალუტაზე საუბარი, ციფრში გადაიყვანენ სავარაუდოდ. მაგრა დაგვერხევა, რომ იცოდეთ რა.
მაგ ეგ პროცესი თუ წავიდა, უკვე ეგ დრო არა. მართლა რეალურად ეგ დროა უკვე. ვაუ. ჭრახდება ხო? ჭრახდება. ანუ მოდის ის დრო, როცა უკვე უნდა მოვიმზადოთ გასასვლელად. იმიტომ რომ დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ შემოკარგო, ჭიპლარი რო გადაეჭება ბავშვს, დედაზე ვეღარ არის მიბმული უკვე. მომყოლზე ვეღარ არის მიბმული, უკვე ძუძუზე უნდა გადავიდეს. ეხლა ძუძუ რა არის, ნახე? რძე. რაეძილ ენი. ენძელა და ია ფაიტონზე ზია, ჩამოვარდა ია კაბა და იხია, დიდი ხალია ახაც კიდევ. ენძელა ეუბნება იას ნუტირი ხარია, ახაც გიყიდიანო, ხო? ანუ რა როლს ასრულებს? მანუგეშებლის როლს ასრულებს. ენძელა. ანუ ჩვენ გადავდივართ უკვე მანუგეშებლის როლში. მანუგეშებლის როლში გადავდივართ. ახალ ნუგეშინის ცემეს მოგივლენ თუ ქრისტე ამბობს. მე აღარ მოვალო. ანუ ის ვინც მანუგეშების როლში იქნება, ენის ძილიდან გამოსული იქნება, ანუ რეალურად ლასარის მცოდნეები იქნებიან. ის ორიონის ლასარია. ხო. აბა ჩემო საყვარელო სიდონებო, თქვენ გეკისრებათ ეხლა ჩვენ გვეკისრება მანუგეშებლის როლი. მალე მოხდება ეს. აი გავხსენით, ხო დღეს რომელი რიცხვია? 28, 29, 30. დაახლოებით ალბათ 3 დღეში უკვე გაცხადდება ამაზე ინფორმაცია, რომ ციფრულ ფულზე გადავდივართ ალბათ. ხო. მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია, ეგ არის უარყოფა, იმიტომ რომ უარისყოფა ნიშნავს იმას, რომ ძველზე დამოკიდებულია, ან ძველს ვერ უშვებს ია. თუმცა ასევე არის ძველი კაბის ერთგულიც. ეხლა საკითხავია, რომელი ჯობია, გაშვება თუ ერთგულება? საინტერესოა, რომელია ეხლა? ია თუ ენძელას როლია, რომელია უფრო ჩვენთვის საინტერესო? ენძელა არის რომელიც პრინციპში იას ეუბნება, დაიკიდე ჩემ ძველი. მიჯაჭულობა ხდებაო, ხო? ანუ აქ იცით კიდე რა ხდება? აქ კიდე ხდება მიჯნურების გაყოფა ხდება. მიჯნურების, ანუ ნურების. აი ის სიმღერა, მან ინფორმაციებია მიჯნურთა განსაკურნებლად ყველას გაუჯამრთელდეს ჯანები. აი ეგ მაგ სიმღერაში ჩაღრმავდით და ბევრი ინფორმაციას მოგაწვდით. ჩემმა მიჯნურმა დამტოვა, ასე მაცნობა წავედი. შენსაც ვეღარ ვდნობ, ვერ გხედავ, ძაზე უშენოდ ავედი. მიჯნურთა განსაკურნებლად გაუჯამრთელდეს ჯანები. აი ეგ სიმღერა, ნახეთ რა. კაი, მე ხა გავედი, მეგობრებო, თორე ბატარეა ჯდება და გამთიშავს ახლა. აბა თქვენ იცით, გაკოცეთ ძალიან მაგარი ინფორმაციები გაიხსნა დღესაც. ნახოთ 3 დღეში რა მოხდება. აბა